ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. იყო და არა იყო რა იყო ერთი კაცი. მას ყავდა ქალიშვილი სახელად ჭკვიანი ელზა. გაიზარდა გოგონა და ერთ დღეს მამამ თქვა: ელზას გათხოვების დროც დადგა. მართალი ხარ, კვერი დაუკრა დედამ. უნდა გათხოვდეს, თუ კი ვინმე ისეთი გამოჩნდება, ვინც მის ქმრობას მოინდომებს. ერთ მშვენიერ დღესაც შორეული ქვეყნიდან ჩამოვიდა მამაკაცი, სახელად ჰანსი. მას სურდა ელზაზე დაქორწინება, მაგრამ ერთი პირობით. ჭკვიანი ელზა წინ დახედულიც უნდა ყოფილიყო. ო, თქვა მამამ, ჩემს გოგონას საზრიანობა არ აკლია, დედამ კი დაამატა. ჩვენს ელზას არ იცნობთ, მან ყველაფერი იცის, ყველაფერს ამჩნევს და ყველაფერი ესმის. ისიც კი, როგორ დასეირნობს ქუჩაში ქარი და როგორ ახველებენ ბუზები. ძალიან კარგი მიუგო ჰანსმა, მაგრამ გაფრთხილებთ, თუ მართლა საზრიანი არ აღმოჩნდება, არ დავქორწინდები. სადილობის დრო რომ მოვიდა, ყველანი მაგიდას მიუსხდნენ და დედამ შვილს უთხრა: ელზა, ჩადი სარდაფიდან ლუდი ამოგვიტანე. ჭკვიანმა ელზამ თაროდან ტოლჩა ჩამოიღო და სახურავის რაკუნით გზას მხიარულად გაუდგა. ლუდის კასრთან პატარა სკამი დაიდგა. ჩამოჭდა, რომ დახრა არ დასჭირვებოდა და წელი არ სკენოდა. შემდეგ ჭურჭელი მიუდგა და ონკანი მოუშვა. სანამ ტოლჩა ლუდით აივსებოდა, ელზა უსაქმოდ ხომ არ გაჩერდებოდა. და კედლების თვალიერება დაიწყო. უცებ თავს ზემოთ კედელზე ჩამოკიდებულ წერაკს მოჰკრა თვალი, რომელიც კალატოსებს დარჩენოდა. დაინახა და ტირილი ამოუშვა. თან მოთქვამდა: ჰანს, ცოლად თუ გავყევი, შვილი შეგვეძინება, როდესაც ის გაიზრდება სარდაფში ლუდის მოსატანად, ხომ ჩავგზავნით, ვაი თუ წერაქვი ჩამოვარდეს, თავში დაეცეს და მოკვდესო. იჯდა ელზა და ცრემლებად იღვრებოდა. მომავალ უბედურებაზე მოთქვამდა. ოჯახის წევრები კი ლუდს ელოდნენ და როცა ელზამ დაიგვიანა, მოახლე გოგოს უთხრეს: ჩადი ერთი სარდაფში და ნახე რა დაემართა, რატომ არ ამოდის. ჩავიდა მოსამსახურე და რას ხედავს, ელზა კარის წინ ჩამომჯდარა და ტირის. რა გატირებს? კითხა ქალმა. როგორ არ ვიტირო, როცა ასეთი უბედურება მელის, უპასუხა ელზამ. ჰანს თუ გავყვები, შვილი შეგვეძინება, დიდი რომ გაიზრდება და სარდაფში ლუდის ამოსატანად ჩავა, შეიძლება შემთხვევით თავში აი ეს წერაქვი მოხვდეს და გაუპოს. მოახლე მამოიოხრა. ეს რა ჭკვიანი ყოფილა ჩვენი ელზა, გვერდით მიუჯდა და ორივე ერთად ატირდა. მშობლები სულ გაგიჟდნენ, მოახლეც რომ აღარ გამოჩნდა. მამამ ახლა მოჯამაგირე იხმო. გეთაყვა, სარდაფში ჩადი და ნახე რას აკეთებენ ელზა და მოახლე. ჩავიდა ბიჭი და რას ხედავს, ელზა და მოსამსახურე მწარედ ქვითინებენ. კითხა რა გატირებთო? აბა როგორ არ ვიტირო, ჰანს რომ ცოლად გავყვა, შვილი მეყოლება, გაიზრდება, ისიც ლუდის მოსატანად სარდაფში ჩავა და ვაი თუ წერაქვი თავში დაეცეს და მოკლას. მოჯამაგირე დაფიქრდა და თქვა: მართლაც ჭკვიანია ჩვენი ელზა. მიუჯდა ქალებს და ისიც ატირდა. მოჯამაგირემაც რომ დაიგვიანა, ოჯახის უფროსმა ახლა ცოლს თხოვა სარდაფში ჩასულიყო ამბის გასაგებად. ჩავიდა დედა და ხედავს, სამივენი ქვითინებენ. ელზამ დედასაც აუხსნა ტირილის მიზეზი. დედას გული აუჩუყდა, რა ჭკვიანი შვილი მყოლიაო და ისიც შეუერთდა მოდირლებს. სულ გადაირია მამა. ლუდის მოლოდინში ყელი გაუშრა. არა, მე თვითონ უნდა ჩავიდე სარდაფში. ელზას ალბათ რაღაც შეემთხვა, ყველა როგორ დაიკარგაო. ჩავიდა სარდაფში და რას ხედავს, გვერდ დამსხდარა ნოთხივენი, ელზა, მოსამსახურე, დედა, მოჯამაგირე და ქვითინებენ. მანაც გაიგო, რომ ელზას მომავალი შვილის ბედს დასწიროდნენ, რომელიც შესაძლოა წერაქვს მოეკლა. თუ კი ლუდის კასრიდან ჩამოსხმის დროს იქ დაჯდებოდა. რა ჭკვიანი მყავხარ შვილო, წამოიძახა გულაჩუყებულმა მამამ. მიუჯდა დანარჩენებს და ატირდა. დიდხანს იჯდა საქმრო სუფრასთან მარტო, მოიწყინა და როცა მიხვდა, რომ დაბრუნებას არავინ აპირებდა, გაიფიქრა. რადგან არ მოდიან, ალბათ იქ მელოდებიან, წავალ ერთი და ვნახავ რას აკეთებენ. ჩავიდა სარდაფში და ხედავს ხუთივე მოთქმით ტირის. რა მოხდა, რა უბედურება დაგვატყდა თავს, იკითხა შეშფოთებულმა. ჩემო საყვარელო ჰანს, ტირილ-ტირილი ძლივს უპასუხა ელზამ. ჩვენ რომ დავქორწინდებით და შვილი შეგვეძინება, როცა ის გაიზრდება, ხომ შეიძლება ისიც სარდაფში ლუდის მოსატანად გავგზავნოთ. აი ეს წერაქვი კედელზე რომ კიდია, რომ ჩამოვარდეს და თავი გაუპოს,
მერე რა გვეშველება? სატირალი არ არის? ჩემო ელზა, შენ მართლა ჭკვიანი ყოფილხარ, ალერსით უთხრა საქმრომ. ხელი მოჰკიდა, წაიყვანა და დაქორწინდნენ. ცხოვრობდნენ ერთად. ერთ დღეს მასმა ცოლს უთხრა: ელზა, მე საშოვარზე მივდივარ, უნდა ვიმუშაო და ფული მოვიტანო. შენ კი ყანას მიხედე, უკვე მკისტროა და ხორბალი უნდა დავაბინაოთ. ოჯახში პური ხომ გვინდა? კარგი საყვარელო ჰანს, ისე მოვიქცევი როგორც მეუბნები. ჰანსი წავიდა. ელზამ გემრიელი ფაფა მოხარჭა, ქოთანში ჩაასხა და თან წაიღო. მივიდა ყანაში და საკუთარ თავს ეკითხება: ახლა რა ვქნა? ჯერ ხორბალი მომკათო, ფაფა შევჭამო. სჯობს შევჭამო, მუშაობას მერეც მოვასწრებ. მთელი ქოთანი ფაფა მიირთვა. კარგად რომ დანაყრდა, ისევ დაფიქრდა. რა გავაკეთო? მომკათო, ჯერ დავიძინო. უმჯობესია დავიძინო, სამუშაო სადგა მეკცევა. ყანაში ჩაწვა და დაიძინა. ჰანსი შინ კარგახნის დაბრუნებული იყო. ელზა კი არსად ჩანდა. რა ჭკვიანია ჩემი ელზა, როგორი მშრომელი და გულმოდგინე, ჯერაც არ დაბრუნებულა, ალბათ მუშაობით გადაიღალა და შერიცაა, ფიქრობდა ჰანსი. ბინდი ჩამოწვა. ელზა რომ არ გამოჩნდა, ჰანსი შეშფოთდა და ცოლის საძებნელად წავიდა. მივიდა ყანაში და რას ხედავს? ქალს ღრმად სძინავს და ერთი თავთავიც კი არ არის მომკილი. ჰანსი სულ სირბილ-სირბილი დაბრუნდა შინ. ფრინველის დასაჭერ ეჟნებიან ბადეს დასტაცა ხელი. წამოიღო და ქალს გადააბარა. მას არც გაუგია, ტკბილად ეძინა. ჰანსი კი გამობრუნდა, სახლის კარი ჩაკეტა და საქმე შეუდგა. დაღამებულიყო, როცა ელზას გამოეღვიძა, თვალები მოიფშნიდა და წამოდგა. ნაბიჯი გადადგა თუ არა, ეჟვენი აშხარონდა. შეშინდა და ჩაფიქრდა: მართლა ჭკვიანი ელზა ვარ? საკუთარ თავს ეკითხებოდა: ეს მე ვარ თუ არაო? და თვითონაც არ იცოდა რა ეპასუხა. კარგა ხანს იდგა ასე დაფიქრებული. მერე კი შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მივალ და ვიკითხავ, ეს მე ვარ თუ არა? იმათ ხომ ნამდვილად ეცოდინებათო. მივიდა და იკითხა: ჰანს, ელზა შინ არის? კი, სახლშია, უპასუხა ჰანსმა. ახლა კი საბოლოოდ დაფრთხა, თავზარი დაეცა. ღმერთო ჩემო, ესე კი ეს მე არ ყოფილვარ. და ახლა მეზობლის კარს მიადგა. მეზობლებმა ეჟვნის ღარონი რომ გაიგონეს, კარი არ გაუღეს. ჭკვიანმა ელზამ თავშესაფარი რომ ვერ სადიპოვა, სოფლიდან გაიქცა. მას მერე იგი თვალით არავის უნახავს. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.